ველურ ბუნებაში ფოტოების გადაღება მისი გატაცება, სად არ უნდა გადააწყდე ფოტოკამერით და დიდი ობიექტივით ხელში ამ ადამიანს არ ვიცი. ხო, ზუსტად 10 წლის წინ Facebook-ზე შექმნა ჯგუფი საქართველოს ველური ბუნება და შემოიკრიბა ყველა, ვისაც თვალწარმტაცი თუ იშვიათი ცხოველების ფრინველებისა და მწერების აღბეჭდა უყვარს. ახლა კი ველური ბუნების ფოტოგრაფთა ასოციაციის დაფუძნებაზე ფიქრობს. კაცი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც და ჩვენი ქვეყნის საზღვრებ გარეთაც გადააწყდებით, მოგზაური ახლოს მინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელმაც უწყინარი ცხოველების მიმართ შიში არაერთ ჩვენგანს დააძლევინა თუ როგორ ახლა გიამბობთ თავისი ფოტოგალერეით ველური ბუნების ფოტოგრაფი ლევან ქობალია მოვიწვიეთ დღეს სტუდიაში. ლევან, მოგესალმები. არასდროს არ მეგონა, რომ ეს ობიექტივი იყო ამხელა. დაახლოებით, აი არ ვიცი ხა რომ მიუახლოვდი თან ცოტა შენიღბულიც არის, რომ კორ ვარ დააფრთხოს ეს ფრინველები. რაკურს თუ შეცვლით, უკეთესად გამოჩნდება, დაახლოებით არის მეტრამდე, ხო? 70 სანტიმეტრი მაინც არის. 70 სანტიმეტრი არის, 5 კილო ნახევარი არის ეხა წონაში და უკვე ამის ახალი მოდელი, რომელსაც დაახლოებით თვე ნახევარში ველოდები. უკვე 3 კილო არის და შედარებით შემსუბუქდება აპარატის და ჩემთვისაც უფრო ეხლა რამდენი სიწამის აბა? ეხლა 5 კილო ნახევარი 6 დაახლოებით 7 და აპარატია მიმაგრებული ობიექტივზე, მიშენებული ესე რომ ვთქვა და როგორი საინტერესოა რა ნინო, მე მაგალითად ვიტყოდი რომ გმირობის ტოლფასია ის, რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ ფოტოგრაფია ისეთი ხელოვნებაა, რომელიც წამს აჩერებს, ხო? და ამაზე თანხმდებით ეს ყველა ვიცით. უბრალოდ აი დაიჭირო ის კონკრეტული რაც შენ გინდა ცხოველი იქნება ეს ფრინველი იქნება თუ რაღაც ბუნების ესეთი ბინადარი რომ აი ზუსტად ის მომენტი დაიჭირო რომელიც შენ გინდა ეს ხო ძალიან რთულია და ეს ხო ძალიან მიუღწეველია ხანდახან ჯერ შემთხვევაში ვინც არ იცის ალბათ წარმოუდგენელი მეგონა ბავშვობიდან ვარ ფოტოგრაფიით გატაცებული და სულ ტელევიზორში სხვადასხვა გადაცემებს უყურებდი ცხოველებზე და ფრინველებზე და პირველი იყო ის რომ ამ ყველაფერს როგორ აკეთებდნენ და როგორ ხერხდება მართლა ნამდვილად და მართლა შრომატევადიც არის, იმიტომ რომ საათობით ჭირდება ფრინველს ჩასაფრება, საათობით სიარული ჭირდება და ფრინველებს ჩასაფრება ჭირდება, საათობით უნდა იყოს შენიღბული და ნუ ძალიან დიდი ტექნიკა უნდა ატარო თან, ხო, აღჭურვილობა თან. ხო, ძიმია თან და საკმაოდ კი. და მე უკვე ავიცი ამ ყველაფრის დაფიქსირება ის წამიერი ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან აზარტული არის. წლების განმავლობაში ნადირობდი, ჩვენ მონადირე ვიყავი და ერთ დღესაც ვიყიდე დიდი ობიექტივი, აბაზე პატარა. ფაქტობრივად ეხლაც მონადირე ხარ. ეხლაც მონადირე ვარ. ხო, ფოტომონადირე. ხო, ბევრად უფრო ჰუმანური, აზარტული და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება არის რელაქსაციის ესე რომ აი ხო და სწორედ ეს რელაქსაცია მაინტერესებს, როცა აღწევთ იმ მიზანს, რომელიც უნდა მიიღოთ. რა დოზის სიამოვნება მოდის? აი ამ შემთხვევაში, როცა იცით რომ ხელთა გაქვთ ის კადრი, რომელსაც ამდენი ხანი ეძებდით. წარმოიდგინეთ, გადიხართ ბუნებაში, ხო? ცხოველებზე, ფრინველებზე თუ ჯერ მიზნობრივად გადიხარ, იცი სადმე დიხარ, რა უნდა გადაიღო. ათვალიერებ იცი გარემო, სად რა შეიძლება რომ შეხვდეს სავარაუდოდ, მოეწყობი, უნდა მოეწყო დაждდე და გადაიღო, ეს არის რომ მანქანით გაეკიდო ფრინველს თუ ცხოველს და ძალიან ბევრი სიარული გჭირდება, შესაბამისი ადგილის შერჩევა, ბუნებაში ხარ ჯერ უკვე სასიამოვნო არის. თან ვერ ეტყვი დუბლი გამიფუჭდა და ემიჯო მეორედ გამოიარე. მეორე გამოიფრინე და ეგეთი მეორე შანსი არ აქვს, ხო? და მე ამ ყველაფერს იღებ, მე არჩევ, ხო, შესაბამისი წიგნები არის, ამისი შესაბამისი უკვე ხელოვნური ინტელექტის გეხმარება, შესაბამისი პროგრამები არის, რაც უკვე არჩევ ფრინველებს, მე ქართულ დასახელებებს კითხულობ და მოდიხარ ჯდები და მე დამუშავების პროცესი ძალიან სასიამოვნო არის, უკვე რომ ნახულობ რა გადაიღე და რასთან ქონდა შეხება, ამის დადგენა, ერკვევი ასევე ყველა პატარა ჩიტი ბეღურა გგონია და ყველა დიდი არწივი და ყველა გრძელფეხებიანი წერო და რეალურად ეგრე არ არის, ხო? არა, განსხვავებების საქართველოს რო ვილაპარაკოთ და ცხოველებისაც, რაც მართლა დიდი ბედნიერება არის, რომ გვაქვს დაცული ტერიტორიები ამდენი და დაცულ ტერიტორიებზე გვაქვს საშუალება, რომ გადავიღოთ და მე გავუზიაროთ და ვაჩვენოთ ეს ყველაფერი, ხო? ანუ ესეთი როგორც
თერაპია ესე ვეძახი ხოლმე, ჩემთვის თერაპია არის. ჰობია ჩემი და ძალიან აზარტული. მადლობა, რომ ის აპარატიც მოგვიტანე, ლინზაც და რითიც იმიღბები ხოლმე, როცა ველზე მუშაობ. აი, რომელი არსება უფრო რთული გადასაღები აღმოჩნდა შენთვის? ცხოველები, ფრინველები, მწერები ალბათ უფრო გიჩერდებიან. ხო, გააჩნია რასი. აი, ვინ ფრთხილობს ყველაზე მეტად? ვის შეიძლება ეცეს ადამიანის სუნი და პირიქით არ მოვიდეს ობიექტივის სიახლოვეს, არ ვიცი, აი, რამდენად სწორად ვცვალ ამ კითხვასაც. იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად, რომ სად მოხდები და რა გადაგეყრება. ერთი არის რომ გაგიმართლოს, მეორე რომ მიზნობრივად მიდიხარ თქვათ მთაში, მიდიხარ ყაზბეგში, ვიყავი ყაზბეგში ხა არჩევების გადასაღებად, ბორჯომში ვიყავით, ირმები გადავიღეთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, რაც ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იყო და 100.000 მილიონობით ნახვა ქონდა ამ ჩვენ ვიდეოებს ამ დღეების განმავლობაში, რაც ახლა ირმების ფოტოები არის, რაც ძალიან საინტერესო არის და აზარტული არის მთაში სიარული ირმებზე ვთქვათ, ხო? ირმის გადაღება მყირალობაზე ძალიან სილამაზეა, ეს მისი ხმაური, ამ ტოტების წვრევა და ასე შემდეგ. სულ სხვა გარემოში ხვდები, სულ სხვა ემოცია არის, აი რა ყველანაირი ემოციას ნადირობისას თუ რამე მქონია და ასე შემდეგ აჭარბებს და ძალიან საინტერესო არის და ანუ ყველაზე იშვიათი ხა რომ გითხრათ თქვათ ალკუნები იყო ჩემთვის 14 წლის წინ 2012 წელს დავიწყე მე გადაღება და აი ალკუნები ხო ალკუნები თუ იყო საქართველოში კი ალკუნი არის კინგფიშერი ქვია მე ახლა ალკუნი მეგონებოდა კინგფიშერი არის რომელიც ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფრინველი არის თვითონ თავისი ცხოვრებით და მეორე როგორც კარგი მეთევზეა წყალში ხტება და თევზაობს ეგეთ თევზებს თავი ჩაეშვება წყალში და იჭერს თევზებს და ამ ყველაფრის დაფიქსირება თუ საქართველოში შესაძლებელი იქნებოდა მე არ მეგონა იმ წლების განმავლობაში და წელს უკვე ბევრ ადგილზე ხა ეს როგორი დეტალებში შეგვიძლია ვნახოთ და როგორი ლამაზები არიან და როგორ არის მოწყობილი ფრინველები თვითონ ძალიან კარგი სანახავი არის ვფიქრობ და ყველაზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ რა აი ყველაზე დიდი ხანი როცა დაგჭირდა ჩასაფრებოდი რომელიმე ცხოველს ან ფრინველს აი რა ითხოვს განსაკუთრებულ თმენას და ნებისყოფას რისი გადაღება მაგალითად იმას ალკუნებს ვიღებდი ესეც ანგლიაში არის გადაღებული ჭურის დაცულ ტერიტორიებზე და აქ ვიღებდი ხონთხრის ქათამს სადაც ის ფოტოები არ ვნახე რომ გამომიგზავნო თქვენთვისაც ქარიკლაპია თევზი არის ამხტარი ხონთხრის ქათამი დასეირნობს და ქარიკლაპია მყავს თევზი მყავს ჰაერში გადაღებული რა ძალიან ანუ რამოდენიმე საათი ვიჯექი რომ ხონთხრის ქათამი გადამეღო ირმების გადასაღება შემთხვევით მოხდა ეს იღბალი არის ხო ეს არის იღბალი მეორე არის ირმების გადასაღებად ღამის 2 საათზე გავედით 5 საათზე რომ ფეხით რომ დავიწყეთ სიარული დილის 8 საათზე უკვე ჩასაფრებული ვიყავით და მთელი დღე ვიღებდით მაგალითად არჩევების გადასაღებად 5 საათი ვიარეთ მთაში ციცაბო აღმართზე ფეხით რომ მივსულიყავით ისეთ ადგილამდე სადაც არჩვი დაგვენახა ხო ეს არ არის ის რომ მანქანით გაჩერდი სადღაც გადმოდი და გადაიღე რაღაცა ესე აი ახლა ეს არის 3 ირემი გადავიღე თუ 4 ირემი გადავიღე ერთ დღეს ხო ძალიან იშვიათია არის რაღაც ესეც იღბალი არის ყვირალობა არის სექტემბერი-ოქტომბრის თვეში სადაც ეს ირმები იკრიბებიან ყველა ერთ ადგილზე ეძახიან ერთმანეს და ისეთი ლამაზი სანახაობა არის და ისეთი კარგი მოსასმენი მე დავიწყე ფოტოებთან ერთად ხმის ჩაწერა მიკროფონი მაქვს სპეციალური რითიც ფრინველების ხმას ვიწერ რომელიც კიდე ცალკე საინტერესო მიმართულება არის ესე რომ ვთქვათ ველური ბუნების ფოტოგრაფიაში და ამ ჭიკჭიკის მოსმენა ჩიტების ჟღურტულის მოსმენა ყველა სიამონებს ხო და YouTube-ის გვერდზე უკვე მექნება ახალი გვერდი მაქვს YouTube-ზე სადაც უკვე მაღალი ხარისხის ვიდეოები ექნებათ შესაძლებელი ესენი ვარხვები არიან ჯავახეთში ჩერდებიან ხოლმე ძირითადად თელეზაფხულის პერიოდში, რომლებიც ფიზიკურად ერთ-ერთი დიდი ფრინველები არიან საქართველოში და მადათაფა არის კი, მადათაფა ბუღდაშენზე, ფარავანზე, ამებზე ვიღებთ ხოლმე ძირითადად და slow motion-ში არის 100 კადრი წამში არის ხა ეს ვიდეოები, რომელიც ერთ-ერთი მაღალი გარჩევადობის ვიდეოები იქნება YouTube-ის ქსელში ველური ბუნებით და ველური ბუნების ფოტოგრაფია
ვიდეოგრაფია რო ვთქვათ, მე ვფიქრობ რომ საინტერესო კონტენტი გვექნება და ის რომ აი ეს თერაპია, ესე რო ვთქვათ, აი მე ხმასაც რო ჩავურთავთ, ანუ ხმით რო იქნება, რეალურად შეიძლება სახში დაждდე, ჩართო და ისიამოვნო საქართველოს ველური ბუნებით და საზღვარგარეთაც ბევრს ვიღებს. თუმცა დიდარი აღმოჩნდა ახლა რასაც ხედავ. ძალიან დიდარი არის, ხო? ჯავახეთის ველებზე დაკვირვების ტურებიც ხო არის ჯავახეთში. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხო ეს ფარავნის ტბაც და მადატაფიც. ჯავახეთის ზეგანი და შავიზღვისპირეთი არის ერთ-ერთი დერეფნები სოფლიოში ფრინველების მიგრაციის. იცი რა მაინტერესებს ვიკითხე, მაგრამ მეტყობა ისა აი კონკრეტულად დაუშვათ ხო წავედი უკვე ექსპედიცია და ვარქვათ ამას, გადასაღები ექსპედიცია, რომელსაც მე უნდა ჩავსაფრდე, ან ირემი ეს აი რაღაცა დღეები მოგიწიათ ლოდინი. 2-3 დღით თუ მივდივარ მაგალითად შეიძლება ჯავახეთში წავიდე ან დასავლეთში ანაკლიაში ვარ ხოლმე კიდე გადასაღებად ემზადები მიგაქვს ყველაფერი საბარგული მთლიანად სახლში არის ძირითადად აღჭურვილობით როგორც წესი და დილაუთენია მზის ამოსვლისას და მზის ჩასვლისას ვიღებ ძირითადად სადაც ყველაზე კარგი ნათება არის და ყველაზე კარგი კადრები შეიძლება გადაიღო. როცა ფრინველები ირღვიძებენ, ან ბუნება რო ირღვიძებს, ხო? აი ამას რო ესწრები, ძალიან სასიამოვნო არის და აი ის განწყობა, რასაც ერთი დღე შეიძლება, არ უნდა ამას 2 და 3 დღე და არ ჭირდება კიდევ განსაკუთრებით გინდა თუ არა დიდი და ძვირადღირებული ტექნიკა, თუ მაინც პროფესიულ დონეზე არ გინდა ამ ყველაფრის გადაღება, მაშინ მაკროფოტოგრაფიას პირიქით პატარა ობიექტივები ჭირდება, არ ჭირდება რაღაცა ესეთი, არის ბიუჯეტური ობიექტივები, რომელთაც რეალურად შეგიძლიათ გახვიდეს და ისიამოვნოთ, დააკვირდეთ. თუმცა ესეთი ობიექტივით უფრო აღწევ მიზანს. კი, აი ეს დეტალები, რასაც უყურებთ ჩვენ და ის ხარისხი რო ფრთის ბუმბულის აგებულებას უყურებთ და ესეთ კადრებს გადაიღებ, რა თქმა უნდა, მაგისთვის შედარებით უფრო ეგზოტიკური ცხოველების გამო თუ მოგიწიათ სადმე წასვლა რომ ბოლო 1 წელიწადია ახლა დაახლოებით 11 წელია ბიზნესში ვარ და ჰობი არის 14 წელია რაც ველურ ბუნებას ვიღებ მხოლოდ სხვას აღარაფერს აღარ ვიღებ ესე რომ ვთქვა და ამ ბიზნესის ნაწილში იმდენად ჩავერთე სამეცნიერო სფეროთან ძალიან ეს არის რა ქვია შრომატევადი არის კიდევ და კიდე სპეციფიური არის და იმაშუებით რა ქვია ჰობი არის ჩემი ხო ამით შემოსავლები არ გამაჩნია და არის ის რომ საზღვარგარეთ დავიწყე ფოტოაპარატის დარება ამით არა ყოველ სხვა ობიექტივით დავდივარ და მოვიარე ინდონეზია ჩინეთში რამოდენიმეჯერ ვიყავი გადასაღებად გერმანიაში ამერიკაში ეს ინდონეზიის ფოტოები არის ვარანი არის და მაიმუნები და ბევრი რაღაცები მაგადაღებული ერთი არის რომ წელს იქნება მოახერხო და აფრიკაში წავიდა ტანზანია არის ყველაზე ძალიან დიდი სიამოვნება მაიმუნები არიან ძალიან ცნობილი ვინც ინდონეზიაში ბალიზე არის ნამყოფი ლოცველი მაიმუნი ხო ყველა მიცის ეს მაიმუნები და ამერიკაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, აი ყველგან კი სადაც მიწევს ხოლმე სიარული, ყველგან ვიღებ მე გავდივარ გადასაღებად. ანუ ყველა მიცის რომ მე თუ სადღაც ავჩანვარ, ესე იგი გასული ვარ ფოტოაპარატით და და ისე უფრო მეტი რომ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა თქვენზე, მე აუცილებლად მოგაყოლებ თქვენ ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით. მაინც მინდა გუშინდელ ერთ ვიდეოს და მსგავს ფოტოებსაც გამოვეხმაუროთ. ჩვენმა მეგობარმა, რესპონდენტმა, ექიმმა, კოტე მათითაშვილმა გადაიღო ლისზე კადრები, რომელსაც ახლა ვუჩვენებთ მაყურებელს. და სვამდა კითხვას Facebook-ზე, რომ ესენიო რა ფრინველები არიან, ხო? მე კი ზუსტად ვიცოდი, რომ ამაზე უფრო სარწმუნო პასუხებს ვიპოვიდი თქვენს მიერ დაფუძნებულ სოციალურ, ესე იგი Facebook ჯგუფში, რომელსაც ქართული ველური ბუნება ქვია, მაგრამ ჯერ თქვენ გვიპასუხეთ, რა იცით ამ ფრინველების შესახებ გაყინულ ლისზე რომ ისეთ სილამაზეას გაყინული ლისზე ან შემოჩნდნენ, ან გასართობად არიან ჩამოსულები, ისეთ კარხასიაძე არიან, ეთყობა ან ვიღაცები ყვებავენ ახლა. ტურისტები არიან. ანუ მელოტები არიან ესენი, ძირითადად ესე ხვდებიან ხოლმე ასეთ ფრინველებს, ყველას იხვებს ოძახით ძირითადად როგორც წესი და ესენი არიან მელოტები, ძალიან ლამაზები და კარგი გადასაღებებიც არიან, აქტიურები არიან. ხოლობიჩი მელოტა ქვია, ხო? მელოტა ქვია, კი და გუნდურად არიან ხოლმე თუ ესე.
და არ ვიცი ალბათ ეხლა გაყინული ტბის პირობებში მშივრად რჩებიან თევზებზე რადგან ვერ არა, ნადირობენ? სადღაც ყოველთვის არის ხოლმე, თუ არა და გაფრინდებიან ყველა ვარიანტში, ხო? საქართველოს ველური ბუნების ჯგუფი რაც 2015 წელს დავაფუძნდა და 100.000-ზე მეტი გამომწერი ყავს და მეორე ჯგუფი გავაკეთეთ, იმიტომ რომ გატეხეს ეს ჯგუფი და 30.000 კაცი არის უკვე მეორე ჯგუფი ასული. ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ ცნობილი პირველი მე დამჭირდა, რომ დავიწყო ველური ბუნების გადაღება, რომ ფრინველები როგორ გამერჩიან, მე რაღაც წიგნები ვიშოვე, მე ინტერნეტში დავიწყე ძებნა და ამ ფრინველების გარჩევას ძალიან საინტერესო არის და აზარტული. მე რამდენი ფრინველი ყავს გადაღებული, მაგაზე ფილმებიც არის გადაღებული. ამ მიმართულებას ძალიან საინტერესო არის და ამ საქართველოს ველური ბუნების ჯგუფით ძალიან ბევრი ადამიანი გაერკვა ფრინველებში, გაერკვნენ იმაში, რომ ქვეწარმავლებს ბარით არ უნდა ვსდიოთ და არ უნდა დავხოცოთ ყველაფერი, იმიტომ რომ ისინი ჩვენთვისაც სასარგებლოები არიან. და ყველა ქვეწარმავალი არ არის საშიში და არ არის საჭირო გამოეკიდო მოსაკლავად, ხო? თუ იქეთ არ დაუშავებ რაღაცას, აქეთ ჩვენ სახლში ესე კი შეიძლება კი შემოვიდეს ვინმე შემოცურდეს თუნდაც და გაცურდეს და გააგრძელოს გზა, მაგრამ არავის არაფერს არ დაუშავებს და ბევრს თითე ჩამოსათვლელი ჯგუფები იყო მაშინ 2015 წელს, ჩემს სამიზნეში, როცა ჩემს ფოკუსში რო აღმოჩნდა ეს ჯგუფი საქართველოს ველური ბუნება, სხვათა შორის ამ ჯგუფში გაერთიანებული არაერთი ესეთი გატაცებული ფოტოგრაფი ყოფილა ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძალიან რეპორტაჟი მოგვიმზადებია და მართალს ბრძანებთ, როცა ამბობთ, რომ გარდა იმისა, რომ ასეთი ტიპის ჯგუფები თავს უყრიან საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს, აი ის მოჭარბებული ინფორმაცია, რისი გაზიარებაც ხდება, ძალიან ბევრ ასე იგი ფაუნის წარმომადგენელზე ცნობიერებას ამაღლებს საზოგადოებაში და ამიტომაც ეს ეხმარება ხშირ შემთხვევაში შიშების დაძლევაში და სწორი ქმედებებისკენ უბიძგებს, მაგრამ იცი კიდე რა მინდა გითხოთ. ის რომ ფოტოგრაფია თერაპიათაც მოიხსენიეთ თქვენ. ეხლა ფოტოგრაფია აღარ არის უკვე გაშიშებული ფოტო, ხო, ჩვენ ვიცით რომ კამერებს აქვთ უკვე უკანასკნელი თაობის კამერებს აქვთ საშუალება რომ ვიდეოებიც გადაიღონ. აი, როგორ ფიქრობთ, ასეთი ტიპის შიგთავსი, ასეთი ტიპის მასალები, რასაც თქვენი თანამოაზრეები ერთად ავრცელებთ. აი, რისკენ უბიძგებს ეს მომავალ თაობას? აი, რაზე შეიძლება დააფიქროს? შიშების დაძლევაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ამის გარდა ხომ არ აყალიბებს მომავალ თაობას და საზოგადოებას უფრო ჰუმანურს ბუნების წარმომადგენელთა მიმართ? ყველაზე დიდი როლი, ესე რომ ვთქვათ, აი ამ მიმართულებას, ველური ბუნების ფოტოგრაფიას, ვიდეოებს და აი თუნდაც ხმას და ასე შემდეგ, ყველაზე დიდი როლი მაგაში, ხო, რომ ერთი არის რომ ბუნების სიყვარული გაღვივდეს და მეტი ექიმები ურჩევენ ხოლმე პაციენტებს და ბავშვებს, ოჯახში ბავშვებს, რომ შინაური ცხოველები ყავდეთ, რომ მიეჩვიონ ზრუნვას, მიეჩვიონ მაგ სხვასთან ერთად თანაცხოვრებას და ასე შემდეგ. ეხლა ველური ბუნებაში ყოფნა, ჯერ ბუნებაში ყოფნა, მე ამ ფრინველებთან, ცხოველებთან კონტაქტი ვერ გაქვს ესე, მაგრამ ამათი ყურება პირდაპირ მოქმედებს ხასიათს. ეგანაც ვამბობ, ჩემთვის ეხლა ბიზნესის იქეთ არაფერი არ არის ხოლმე, როგორც წესი და არის სულ ველური ბუნების ყველა მიცის რომ მივდივარ ჩემი ჩიტიგრუტების გადასაღებად. ამაზე სულ ხუმრობ ხოლმე, რომ წავედი მე ჩემი ჩიტიგრუტებს და აღარ შემიძლია მეთქი. ხო, ანუ ძალიან დიდ როლს თამაშობს იმას, რომ მომავალი თაობა იყოს ბევრად უფრო ჰუმანური, კონდეს ბუნებასთან უფრო მეტი კავშირი, ფიქრობ, რომ უფრო მეტად ადამიანურები იზრდებიან ხოლმე და იზრდებიან და ვისაც აქვს კავშირი, ყველას ატომღაც აი ისეთი განწყობა აქვს, რომ აი ჯერ ყველას სიამოვნებს ეს ყველაფერი და ფიქრობ, რომ კარგი როლს თამაშობს რა. ანუ 10 წლის წინ საერთოდ არ იყო ეს, ანუ მე ეს ველური ბოდიში გაწყვეტინეთ, ველური ბუნების საქართველოს ველური ბუნების ჯგუფი რო გავაკეთეთ, რეალურად და ეხლა ასოციაციას ვაკეთებთ, რომ 40 კაცი შევკრიბე ეხლა და მაშინ 2-3 ადამიანს ვერ ნახულობდი, ვინ შეიძლებოდა რომ ჩემთან ერთად წამეყვანა ბოლო მარტო სიარული თავიდან ეს იყო, მაგრამ ნუ მე რაღაცაც ეჩვევი რა თქმა უნდა. რას გააკეთებს ასოციაცია? აი რატომ დაინახეთ ველური ბუნების ფოტოგრაფთა ასოციაციის დაფუძნების საჭიროება ახლა? ფიქრობ, რომ ამას უფრო რაღაცა კულტურული სახე უნდა ქონდეს, ორგანიზებული უნდა იყოს ეს ყველაფერი და თუნდაც იმავე ფრინველების და ცხოველების უსაფრთხოებისთვის ბევრად უფრო მოწესრიგებულად იარო და განათლება, ანუ ზოგადი ცნობიერება გაიზარდოს თვითონ ფრინველების და ცხოველების და ბევრი ცნობს უკვე და მართლა ყველაფერს ბეღურას აღარ ეძახიან და კარგ როლს თამაშობს ეს ჯგუფები და სოციალური ქსელები, ესე რომ ვთქვათ, ესეთ ამ მიმართულებით და ჩვენი ასოციაცია იმუშავებს ძირითადად ისევ
ცნობიერების ამაღლებაზე, რაღაცა სტანდარტების შექმნაზე, ასე ვთქვათ, როგორ არის ჰუმანური, როგორ უნდა მივახლოვდეთ ცხოველს. არ შეიძლება ეხლა ძალიან ბევრი ვიდეოები ვრცელდება ამ დრონებით და ტელეფონებით გადაღებული, ასე რომ ვთქვათ, გზაზე რო გადმორბის შველი მაგალითად და ვიღაცა დასაჭერად მისდევს. ხო, დათვი მოდის, დათვი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს და აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ჩვენ უფრო საზოგადოდ, უფრო მეტი ინფორმაცია იქნება სპეციალისტებიდან, ჩვენ ასევე ჯგუფში შემოყვანილი ყავს კი არა, რა ვიცი, ყველას ვეძახით, ვიც კი დაინტერესდება ამ სფეროთი და ბიოლოგები, ზოოლოგები და ასე შემდეგ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ვინც რეალურად ბევრად კარგად იციან. მე თვითონ პროგრამისტი ვარ პროფესიით, საერთოდ არ მქონია არც ესეთ ბიოლოგიასთან შეხება და არც მედიცინასთან მართალია გითხრათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი როლს თამაშობს, ხო, ეს ყველაფერი და ცნობიერებას ამაღლება ამ მიმართულებით ისევ ჩვენი ბუნების უსაფრთხოებისთვის, ის რომ ელემენტარულად ნარჩენები არ უნდა დაუყაროთ და მოუფრთხილდეთ, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს იმ ფრინველთან, იმ ცხოველთან და საფრთხის შემცველი არის ეს ყველაფერი და რო არ უნდა ვსდიოთ ქუჩა-ქუჩა თუ რაღაცა სოფელ-სოფელეს ამ ცხოველებს და ფრინველებს და ბუდეს რო არ უნდა მივახლოვდეთ, არ შეიძლება შველს ვსდიოთ რომ დავიჭიროთ, მოდი სურათი გადამიღე შველთან ერთად, ნადირობაზე არაფერს არ ვამბობ და ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ასოციაცია, ძალიან კვალიფიციური ხალხი ყავს ირგვლივ და ამ ყველაფრის სწორად გამოყენება და ცნობიერების ამაღლებაში რაღაცა წვლის შეტანა ძალიან კარგი საქმე იქნება ვფიქრობ. ლევან, გატაცება ეს, რასაც თავს უძღვნით ბოლო წლები, 10 წლის წინ სოციალურ ქსელში დააფუძნეთ ჯგუფი, მაგრამ ესე აქტიურად ფოტო ექსპედიციებში, როგორც მე გაკვირდებით, მე მაინტერესებს თქვენი ნამუშევრები, გადევნებთ თვალს, დაახლოებით 2 წელიწადია ძალიან აქტიურად საზღვარგარეთაც დადიხართ. ეს არის გატაცება. ეს არის საქმე, რომელსაც თქვენთვის შემოსავალი არ აქვს, მაგრამ იმისთვის, რომ ამის ფუფუნება კონდეს ადამიანს, ხო, რაც სიამოვნებს ის აკეთოს, ჭირდება ძირითადი შემოსავლის წყარო. პროგრამისტი ხართ პროფესიით თურმე, როგორც ახლა გავარკვიე, პროგრამისტად მუშაობთ? არა, მე წარმოვადგენ ჩემს საოჯახო ბიზნესს, ჩემი ექიმი გახლავთ, პედიატრი და 2003 წლიდან სამედიცინო მიმართულებით აღჭურვილობის შემოტანა დაიწყეს და 2015 წელს ჩავერთე მე სამედიცინო აღჭურვილობის ნაწილში და 2017 წლიდან გვაქვს ძირითადად ვარ სამედიცინო სფეროში. ძალიან შრომატევადია, იქ არ არსებობს დრო, დღე, ღამე, არ არსებობს არაფერი, როცა გაქვს სამედიცინო ლაბორატორია, გვაქვს ერთ-ერთი დიდი სასწრაფო დახმარების ცენტრი და არ დარჩა სამედიცინო დაწესებულება, რომ ჩვენ არ თანამშრომლობთ და ქვეყნის მასშტაბით მოძრაობთ ყველა რეგიონში, ყველგან ვართ აბსოლუტურად და დღე და ღამე დაახლოებით 5-7 კილომეტრს გავდივარ თვეში მანქანით, მარტო რომ ჩემი ფილიალები ვნახო, კლინიკებს ვესტუმროთ, სერვისი ჭირდებათ, ბევრი რაღაცეები და ეს პარალელურად სულ მქონდა. დამოგეთ 8-9 წლის განმავლობაში ვერ ვიცლიდი, ესე რომ ვთქვა, 2015 წლიდან ვარ ამ სფეროში და ბოლო წელიწადნახევარი 2 წელი ალბათ, რაც გამოვჩნდი სოციალურ ქსელებში და მივხვდი, რომ ამის გარეშე უკვე ვეღარც ბიზნესში ვეღარ ვიყავი და ვეღარც საქმეს ვეღარ ვაწარმოებდი, ისე რომ უნდა შეიძლება მოგიწიოს ველზე ჩასაფრებული, აი ამ შენიღბული, მითი რა ქვია, ხო, მოსაფრე როგორ თქვა, მოსახურით ჯდომა, რომ მოიპოვო მნიშვნელოვანი კადრი. გახსენდება რამდენი საათი ყოფილხარ აი ესეთი გატრონული. ერთი ვიდეო მედო ჯავახეთში ვარ, ბუღდაშენის ტბაზე და 2 საათია ვზივარ და როგორც იქნა ეს ფრინველები მოდიან და 2 საათის მერე. როგორც იქნა უკვე მივეჩვენენ და აღარ მიმჩნევენ ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გაუნზრებლად ზიხარ, ვერ მოძრაობ, გადაფარებული გაქვს ყველაფერი და დაიწყო წვიმამ რა, ხვდები და 2 საათიანი ჯდომა ერთ ადგილზე დამეკარგა წყალს. არა, დაახლოებით საათნახევარი 2 საათის მერე იწყებენ ფრინველები მოსვლას. ანუ იმ გარემოში, სადაც შენ მიხვედი და გამოჩნდი, სადაც იცი რომ არიან ფრინველები ან ცხოველები, დაახლოებით 2-3 საათი. ფრინველებზე კიდე ნაკლები ესე გაქვს, რა ქვია, რომ სუნზე ვერ გრძნობენ და ასე შემდეგ და ცხოველებზე უკვე იქ აღარ უნდა სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს არავინ, ხო? და სუნამოები არაფერს არ ახმარობ, ისე რომ და მე ქარის საწინააღმდეგოდ უნდა იჯდე რომ ეს შენი სუნი ცხოველებისკენ არ მიდიოდეს და იმდენი რაღაცა გასათვალისწინებელი იყო, რომ იმდენი საათი უნდა გაითვალისწინოთ ან მაგაში რომ მაგას ნერვებიც უნდა ვამბობენ და მაგრამ ნუ რა ვიცი, ისეთ იმდენად სასიამოვნო საქმე არის და იმდენად აზარტული არის ეს ყველაფერი. ხო და წვიმა რო წამოგეწიათ ვერ გავიგე რა მოხდა. წვიმის მერე ან ისე მიდიხარ დგები და მოგაგ გადასაფარებლები და იფარებ.
ხო, ვერ განსაზღვრავ ეს ახლა ამინდის პროგნოზთან, მით უმეტეს ჯავახეთში როცა 2000 მეტრის ზემოთ ხარ გადასაღებად და ყოველთვის მაგრად ცივა და მე იწყებ ისევ შეფუთვას, ისევ თავიდან ჯდები და ისევ ველოდები, ისევ თავიდან როდის ისევ თუ ყველაფერი წაღებული არ გაქვს, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ერთი საბარგული უნდა ხოლმე, ამის გარდა კიდევ ბევრი რაღაცა არის, რითიც დავდივართ ზოგადად და სადღაც გადასაღებად რომ მიდიხარ 2-3 საათი უნდა გათვალო იმისთვის, რომ გარემოს შეეგუო და გარემო შეგეგუოს შენ. ეს გჭირდება მინიმუმ. და დანარჩენი მე უკვე ყველაზე ახლოს რომელი ცხოველი მოსულა? ყველაზე ახლოს ესე რომ გითხრათ, ხო, რა ვიცი, აი ირმები იყვნენ, მართლა ძალიან ახლოს, არჩევები იყვნენ ძალიან შორს, საქართველოში ვლაპარაკობ ხე, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ირემი შეიძლება ამერიკაში 5 მეტრაში უცბად ამოყო თავი ირემა და ხო ხდებით შოკი დამემართა, იმიტომ რომ ეს ჩვენ ქვეყანაში წარმოუდგენელი არის სამწუხაროდ, მაგრამ რა ვიცი, კარგი მუშაობით და ისევ ამ ცნობიერების ამაღლებით უკვე ცხოველები გამრავლდნენ კიდეც და ნაკლებად ეშინიათ ადამიანების, მაგრამ საქართველოში პრობლემაა ცხოველები, ფრინველები იცოცხლო. რა ვიცი, ეგ ობიექტივიდან 5 მეტრაში და მთელი ის მაქვს ხოლმე ველური ბუნების სამყარო რა, ესე რომ ვთქვათ და ძალიან კარგი საყურებელი არის. ამერიკაში, ჩინეთში, ინდონეზიაში ახსენეთ კიდეც, ხო? შვეიცარია, გერმანია, ევროპაში სულ დავდივარ. კი ბატონო. ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მონოპოლარები, რომელ ქვეყანაში აღმოჩნდა თქვენი ობიექტივისთვის? ხო, ინდონეზია ძალიან საინტერესო არის, ვარანები გადავიღე და მაიმუნები და ესენი ზოგადად ძალიან საინტერესო არის. ეს თეთრთავა არწივი ამერიკის სიმბოლო რაც არის, ესეც ერთ-ერთი ოცნება იყო ჩემი, რომ მოხდებით აი უზარმაზარი არწივი არის, ძალიან ლამაზი პროცესია ამის ცხოვრება ზოგადად და გადაღებაც და ეხლა რო ვიყავი ვირჯინიაში, გადავიღე ეს ირემიც მაშინ გადავიღებ და თეთრთავა არწივები როგორ თევზაობენ, თევზს როგორ იჭერენ, ვიდეოები დაიდება, მე არ მახსოვს ვიდეოები მოგეწონათ თუ არა და ძალიან აზარტულიანი, ულამაზესები არიან, მართლა. ჩემთვის ახლა უცხო იყო პირველად მოხვდი მაგ იმაში და ძალიან კარგი იყო რა. ირმებით ჩვენთვის ესე ირმის გადაღება ცოტა რთული არის. აი, თეთრთავა არწივით კი. ძალიან ლამაზები არის და კუდიც რა ლამაზი იქა რა ვიცი. საოცარი. ინდოეთში ვიყავი. იცი რა მე იმდენად მიყვარს ხო ეს ველური ბუნება და მისი ფოტოების დათვალება, აი ეს გაშტერებული ვიყურები ახლა და უყურებ და რაღაც თქოს იქ მივყევარ იმ სამყაროში ამ YouTube-ზე დაიდება ძალიან კარგი ვიდეოები და სადაც რეალურად აი მართლა ისიამოვნებ ძალიან ბევრი ვიდეოები მაქვს წლების განმავლობაში გადაღებული რაც არ გამიზიარებია ეს ფოტოებიც არ გამიზიარებია 100,000-ობით ფოტო მაქვს გასაზიარებელი კიდე რასაც დრო ჭირდება ისევ დამუშავება და ყველაზე მეტად აი რისი გადაღება და საქართველოში თქვენ უკვე თქვით რომ აფრიკა გაინტერესებთ და შემდეგი რაღაცა მარშრუტები იქით იგეგმება როგორც ხვდები. საქართველოში ალბათ დამრჩა ნიამორები მაინტერესებს ძალიან. ქურციკები გადაღებული მაქვს ვაშლოვანში, არჩევები გადავიღე, ჯიხვები ყაზბეგში მაქვს გადაღებული, მაგრამ კარგი ხარისხით ვერ გადავიღე და გული დამწყდა ძალიან შორს იყვნენ. არჩევებიც ნორმალური ფოტოები გამოვიდა ასე თუ ისე. რა ვიცი, ალბათ დათვი, აი ფოცხვერი არის ძალიან საინტერესო გადასაღებები და ყველას ოცნება არის კი არა, აი ჯიქი გამოჩნდა, ხო? ეგრეთებული ლეოპარდი გამოჩნდა ვაშლოვანში, იმ გადაიღო იმან, რა ქვია, კამერებმა დააფიქსირეს და იმის გადაღება ალბათ საქართველოში ყველაზე დიდი მონაპოვარი იქნება, ესე რომ ვთქვათ და ჩვენი მიზანიც აი ამ ჩვენი ველური ბუნების ფოტოგრაფების ასოციაციის, სადაც გაერთიანებულები არიან ზოოლოგი, ბიოლოგი ერთობლივად ფოტოგრაფებმა და ბიოლოგებმა ერთად უნდა დავაორგანიზოთ ხოლმე ექსპედიციები, სადაც ჩვენ მაღალი ხარისხით გადავიღებთ, რომ უფრო კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი ველური ბუნება. ხო, რაღაც განსაკუთრებული ჩასაფრების მომენტი იქნება, როცა ბევრი ადამიანი, ანუ 3-4 ადამიანი რაღაცა ზურგში ცევით, რაღაცა ყველა მხარეს აფიქსირებს და ეს მაგას კარგი ექსპედიცია ჭირდება ორგანიზებული ესე რომ. და ლეონ, იცი რა მაინტერესებს? გარდა იმისა, რომ ჩვენ თქვათ Facebook-ზე გადავით თვალს გაქვთ თქვენი ოფიციალური გვერდი, ჯგუფში საქართველოს ველური ბუნება ძალიან საინტერესო შიგთავსები იდება და ინფორმაცია. მე მაინტერესებს აი ამ მაღალი გარჩევადობის რაღაც მნიშვნელოვან ფოტომონაპოვარებს, თუ აქვს გამოხმაურება
თქვენი საზღვარგარეთელი კოლეგების მხრიდან თუ გაქვთ რაიმე ტიპის კონტაქტი, ან თუ ყოფილა შემოთავაზება მაგალითად, რომ თქვენი ფოტო სადმე სხვაგანაც წაიღოთ და გამოექვეყნებინათ? ეხლა ვიწყებთ ასოციაციით ამ საერთაშორისო ურთიერთობებს და უნდა გავხდეთ სხვადასხვა ასოციაციის წევრები. ძალიან ბევრი ფოტოგრაფი სტუმრობს საქართველოს და ჩვენც მოგზაურობთ ეხლა უკვე. ეხლა ბოლო წელიწადი არის, რაც ესე აქტიურად დავიწყეთ. ეხლა ბევრი მეგობარი უკვე აქტიურად აზიარებს დებს, ფოტოებს და იმაშობეთ, ბევრ ჯგუფებში ვაზიარებთ ჩვენ თვითონ. აი როგორც სოციალური ჯგუფები არის ჩვენი საქართველოს ველური ბუნების, ისე არის მსოფლიო ველური ბუნების, სხვადასხვა იმების, არიან ბიჭები, ვინც აგზავნიან საერთაშორისო კონკურსებზე ფოტოებს და ვფიქრობ, კარგი გამოხმაურება გვექნება საბოლოოდ, არის რაღაცა ინტერესები. უამრავი წელს ვიყავი აჭარაში, წელს არის შარშან, ვიყავი აჭარაში. აჭარა რაფტორი არის ხო, ტაცებელი ფრინველების გადაღების, სადაც ძალიან ბევრი ფოტოგრაფები იყვნენ და აინტერესებთ საქართველოში კიდევ უფრო აქტიურად ჩამოსვლა, კიდევ უფრო აქტიურად სიარული და ფიქრობთ, რომ ასოციაცია ამ მხრივ უფრო რა თქმა უნდა, ეგ არის მიზანი, რომ გქონდეს რაღაცა იურიდიული ფორმა, რაღაცა რითაც რეალურად მოახერხებთ იმას, რომ უფრო მეტი დაინტერესება იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართაც. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიწვიეთ. მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ისიც რომ გავიგე, გაფრინველი იყო ლისზე, დასაყვარლები არიან, დარბიან. მე სულგონია რომ ძალიან ჩივრებელია და იმიტომ მელოტა. ესე და აღმოჩნდა რომ როცა ძალიან შივდებათ, მიდიან სხვაგან. ხო? გამოსავალი როცა ფრთებია ყოველთვის არსებობს. ჯერჯერობით საკვები აქვთ ეთყობა, თორე გაფრინდებოდნენ რო არ ყოფილიყო ამ. ლევან ქობალიას ველური ბუნების ფოტოგრაფს საქართველოს ველური ბუნების სოციალურ ქსელში Facebook ჯგუფის დამფუძნებელს მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ